ქართული ოცნების აგიტატორების სიებით ხელში დილიდან საარჩევნო უბნებზე დგანან კასპშიც. სოფელ ახალციხეში მე-11 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის ოთახის გვერდით შეკრებილები იყვნენ მართველი გუნდის და სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები და უბანზე მისულ ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდნენ. ჩვენი გადამღები ჯგუფის გამოჩენის შემდეგ მათ უბნის დატოვებას სცადეს. მანამდე ისინი სოფელ ახალციხეში მერის წარმომადგენლის მითითებებს იღებდნენ. კასპის მერისა და ქართული ოცნების რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის მანუჩარ მერებაშვილის განცხადებით, მათი პარტიის კოორდინატორები და მხარდამჭერები უკანონოს არაფერს აკეთებენ. ვიმბრძანდები თქვენ ვიცით რომ დილიდან ამომრჩეველი ვარ მე. დილიდან აქ ხართ ამომრჩეველი? ვინ კითხეთ რომ დილიდან აქ ვარ? ვიცით ჩვენ. თქვენ რატომ მიდიხართ კამერის დანახვაზე? რატომ მიდიხართ? ჯარი ხმა მივეცი და მივდივარ, რა მოხდა? აქ ხართ. დამასწრული ვარ, არ შეიძლება ნახე ჩვენი დილის 9 საათიდან აქ უნდა იდგეს საარჩევნო უბანზე. 9 საათიდან არა ვარ, ეხლა მოვედი. ვიცით, თქვენ ხართ კოორდინატორები ქართული ოცნების. გეშლებათ. მალად. რა თქმა უნდა, მალადაც. თქვენი სამსახური ეს არის. კი, ხმის მისაცემად მოვედით, მივეცით ხმა და მივდივართ. ვიმბრძანდებით რომ გითხრათ? ჩვეულებრივი? ჩემი ინფორმაციით თქვენ ხართ კოორდინატორი და ქართული ოცნების მხარდამჭერი. აბა თქვენი ინფორმაცია მითხარით რა ინფორმაცია გაქვთ რომ ის რომ თქვენ ხართ ქართული რომ მე ვარ ქართული ოცნების მხარდამჭერი. დამიდასტურეთ. რატომ ხართ დილიდან აქამდე? დამინახეთ რომ მე დილიდან აქ ვარ? არ შეიძლება. აი რატომ ხართ უბნებს და კამერის გამოჩენაზე რატომ წახვედით ხო? მივეცი ხმა და მივდივარ სახლში. სკამგებლის მერის წარმომადგენელიც მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. ეხლა ესაუბრებოდით თქვენ. დავალებებს იღებდით თქვენ. კი, დავალება მივიღეთ. ჩავაბარეთ და სახლში მივდივართ. რატომ იმყოფებოდით საარჩევნო უბანზე ოთახთან? და აქ რატომ მიდიხართ? ქვეში იყვნენ საარჩევნო უბანზე განთავსებულ ერთ-ერთ ოთახში. ამის შემდგომ მე ვკითხე მათ თუ რატო იმყოფებოდნენ საარჩევნო უბანზე და რას ახორციელებდნენ, საერთოდ რა მოვალეობით იყვნენ ამ საარჩევნო უბანზე. მათ დამიდასტურეს პირად საუბარში რომ იყვნენ ქართული ოცნების აგიტატორები და მთხოვდნენ მეცაც რომ არ გამეკეთებინა ამაზე ხმაურიანი განცხადება არც სატელევიზიო და არც შტაბში და ისინი დატოვებდნენ საარჩევნო უბანს. რამოდენიმე წუთიანი წასვლის შემდგომ კვლავ შეიკრიბნენ ეს ადამიანები. უჭირავთ როგორც კოორდინატორებს სიები, სადაც ხაზავდნენ ამომრჩეველთა მოსვლის იმოდენობას, რომლებიც მოთავსდნენ ესე ვთქვათ, ჩამოწერილი ყავთ სიებში, აპლიუსებდნენ და შემდგომ ამით მარტივად გამოთვლიდნენ თუ რამდენი ადამიანი ყავდათ კიდე მობილიზება ჩასატარებელი ადამიანების და უნდა მოიყვანათ იძულებით საარჩევნო უბნებზე. ყველაფერი მშვიდად მიმდინარეობდა, მაგრამ ერთი მცირე ინციდენტი მოხდა, გარეთ მე ზოგადად არ მეხება ვაკონტროლო პერიმეტრი და აქ დააფიქსირეს ვითომ აგიტატორები იყვნენ, აგიტაციას ეწევიანო, მაგრამ არ იყო ეგეთი. გამოვედი, აღმოფხვერი მაშინვე ეს ინციდენტი. საარჩევნო უბნის გვერდზე ოთახში იყო შეკრებილები იყვნენ აი მე არ ვიცოდი, მე შიგნით ვაკონტროლებ და თვალს ვადევნებ არჩევნების მიმდინარეობას, ამიტომ მე არ მეხება, მაგრამ რომ გავიგე ეს მოხდა, გამოვედი, შევიხედე, მე ყველას არც ვიცნობ, ეგ მე არ მეხება, ჩემ ფუნქციაში არ შედის, ამიტომ ყველა გავაფრთხილე, თუ ვინმე იყო ასეთი absolutely ყველა მოქმედება, რომელიც განხორციელდება, ან განხორციელდა უკვე დღის განმავლობაში ქართული ოცნების აგიტატორების თუ მხარდამჭერების მიერ, აბსოლუტურად ყველა მოქმედება ხდება კანონის ფარგლებში, თუ ვინმე აქვს ამის საფუძველი, რომ კანონის მიღმა ვინმე მოქმედებს და რაიმეს აკეთებს, უნდა მიმართოს შესაბამისი წყებებს და კანონის მიხედვით ასე ვთქვათ, ყველა მიმართულება იმუშავებს შესაბამისად. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის გიორგი შარიფაშვილის განცხადებით, იმ უბნებზე, სადაც პირველ ტურში გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილზე მეტი ხმები მიიღო, მეორე ტურისთვის ქართული ოცნების წევრებმა სპეციალური დავალებები მიიღეს. ოპოზიციის განცხადებას მანუჩარ მერებაშვილმა უპასუხა. ეს უბანი, რომელზეც ახლა ვიმყოფებით, მე-11 უბანი არის სოფელ ახალციხეში განთავსებული, რამოდენიმე სოფელს აერთიანებს და აქ მოდის რამოდენიმე სოფლის ამომრჩეველი. ეს უბანი პირველ ტურში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ დიდი უპირატესობით მოიგო. შესაბამისად მეორე ტურისთვის ქართული ოცნების შტაბში დაიგეგმა, რომ ამ უბანზე უნდა განხორციელებულიყო ამომრჩეველთა მიმართ ზეწოლა. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც არ არის ოფიციალურად მხარდამჭერი, შეიძლება ქართული ოცნებისგან არ არის ჩვენს ის ადამიანებიც კი, ვინც არ არიან პარტიულ სტრუქტურებში ჩართულები,
ის ადამიანები თავში ჩაერთნენ, რადგანაც იმ ხალხიან მმართველობის დროს მათ ალთან თქვათ ბევრი რამ რითიც იმ ხელისუფლებამ ეს ადამიანები დააძარალა, მათ არც ქონებები, უსამართლოდ იყო ბევრი საკითხი, რომელიც მათთან დაკავშირებით იყო და დღეს ეს ადამიანები გამოუდნენ და დღეს გამოხატავენ თავიანთ პოზიციებს. ასე რომ თითოეული მოქმედება რაც იქნება ქართული ოცნების მიერ იქნება მხოლოდ კანონის ფარგლებში. ოპოზიციის განცხადებებით აგიტატორების მობილიზება ხდება კასპის ყველა საარჩევნო უბანზე.